მატერიას თავად ეს თვითმოძრაობის უნარი არ გააჩნია, არამედ რაღაც დამოუკიდებელი პრინციპია, რომელიც მას ძრავს და აცოცხლებს. მტკიცებულების არ არსება არ არის არარსებობის მტკიცებულება. არის რაღაცა მარადიული, მუდმივად მოცემული. ექსპერიმენტის იდეა მე მგონი ბიოლოგია გამარტის პროცესი, ეს არის კითხვა, რომელსაც უსვამს ბუნებას. დარვინის ევოლუციის თეორია ვახსენოთ და მისი ასე ვთქვა, ასევე ცნობილი ნაშრომი. დარვინის თავარი ნაშრომი, რომელშიც სიტყვა ევოლუციას ფაშოს არ არის ნახსენები. მინდა ასეთ საკითხში შევეხოთ ხელოვნური სიცოცხლე და სინთეტური სიცოცხლე. ამან თავის დროზე გამოიწვია ესეთი ნებათაღელვა და ეჭვები და აღზრარვა ეს ხო არის იქნება გამოყენებული ბოროტა და ვინ გადარჩება ხო ყველაზე ჭკვიანი ვერავერთ ძლიერი ის ვინც საუკეთესო შეგოება კი რასაც თქვენ ამბობთ. მოგესალმებით აზროვნების აკადემიის გადაცემაში სიმპოზიონი და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ცოტნე ჯავახიშვილი, ბიოლოგი, სან-დიეგოს სკრიფსის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი. ბატონო ცოტნე თქვენს მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მოსვლისთვის. აი სხვადასხვა აქ მე უნდა ვთქვა, რომ თქვენ ხართ ამ ჩვენი გადაცემის ფარგლებში პირველი სტუმარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროდან და ჩემთვის ეს განსაკუთრებით საინტერესოა და ალბათ მაყურებლისთვისაც განსაკუთრებულად საინტერესო იქნება. და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იქნება ერთგვარად შეხმიანება ცოდნის სხვადასხვა სფეროებს შორის და დიალოგი. მე თავად ჰუმანიტარულ მეცნიერებებს წარმოვადგენ, გონის მეცნიერებებს და იმედი მაქვს, რაღაც საინტერესო გაცვლა-გამოცვლა შედგება. აი დღეს ასეთი თემა ავიღეთ ჩვენ, ასეთი ფუნდამენტური თემა სიცოცხლე და თან ძალიან ზოგადი. და თავდაპირველად მინდა შევეხოთ სიცოცხლის განსაზღვრებას ან განმარტებას. ახლა სიცოცხლის უამრავნაირი განმარტება და განსაზღვრება არსებობს, არა მარტო ბიოლოგიაში, არამედ ცოდნის სხვა სფეროებშიც. და აი თავიდან ასე ვთქვათ, მე ჩემი კომპეტენციიდან თუ პროფესიიდან გამომდინარე, ერთ მომენტს მივაქცევდი ყურადღებას. აი ბიოლოგია ხო, ვიცით ეს თვითონ სიტყვა ხო? და ეს ასე იშლება ბერძნულიდან მომდინარეობს, ლოგოს ნიშნავს სიტყვას და სწავლებას, ხოლო ბიოს ნიშნავს სიცოცხლეს. აი ძალიან საინტერესოა ჩემი მხრივ ამას შევნიშნავდი, რომ აი ბერძნებს ორი ცნება ტერმინი ჰქონდათ სიცოცხლის აღსანიშნავად. ერთი იყო ძოე და მეორე არის ბიოს. აი როგორც ქართულში გვაქვს ხო, ერთმანეთისგან განვასხვავებთ ცხოვრება და სიცოცხლე. აი ინგლისურში ერთია life, ხო? აი ლათინურშიც რაღაც ვიტა ჰქონდათ. და ძოეს რაც შეეხება ამ ტერმინს, ეს ტერმინი მათთან ვრცელდებოდა როგორც ადამიანებზე, ასევე ცხოველებზე. ხოლო ბიოს, აი რომელიც ბიოლოგიაში ფიგურირებს, მხოლოდ ადამიანზე ვრცელდებოდა ხოლმე. ანუ ადამიანზე როგორც გონიერ არსებაზე და აღნიშნავდა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას. და ეხლა ჩემი მხრივ ამასაც ვიტყოდი, რომ აი ფილოსოფიაში სიცოცხლე ასე ესმოდათ, მთავარი ნიშანი სიცოცხლისა, აი პლატონთან ასე იყო არისტოტელესთან, გაიგებოდა თვითმოძრაობის უნარი. ხო, აი ეს რაღაც ფუნდამენტურ ნიშანს გამოყოფდნენ ხოლმე. და ისინი მიიჩნევდნენ, რომ არსებობს მატერიისგან დამოუკიდებელი სასიცოცხლო მამოძრავებელი პრინციპი და ამ პრინციპს სულის სახელით აღნიშნავდნენ და ამ სულს მიაწერდნენ რაღაც მაორგანიზებელ ფუნქციას, მარეგულირებელ ფუნქციას. და ეს ახლა პრინციპში თუ დაუკვირდებით, გასაკვირი არც არის, იმიტომ რომ მაშინ ცოდნას ხო უპირატესად წმინდა თეორიული ხასიათი ჰქონდა და მეცნიერება იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს, ანუ ცოდნა რომელიც არის ემპირიულად გადამოწმებადი, თითქმის არ არსებობდა. და ამდენად ეს ფილოსოფოსები თავიანთ განაზრებებში უშვებდნენ ასეთ აბსტრაქტულ განყენებულ პრინციპს სულის სახით, რომელიც მატერიალურად არ არის გაზომვადი და ამასთან უხილავია. ახლა მე ჩემი მხრივ ასე პოზიციას ვიტყოდი, რომ აქ დიდ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბევრი რამე პერსპექტივებზეა დამოკიდებული. ასე ვთქვათ, მე რომ ახლა გადმოვინაცვლო, ვთქვათ, ბიოლოგიაში ვიღაცა რომ გადამსხას, ასე ვთქვათ, ანტიკური ფილოსოფიიდან ბიოლოგიაში, მეც ჩემი ტერმინოლოგიური აპარატიდან ცხადი ამ სულს გამოვრიცხავდი და დავიწყებდი სხვა ტერმინებით მეტყველებას და ეს ხედვათა სხვადასხვაობა, რაკურსების სხვადასხვაობა თუ ცოდნის სფეროების სხვადასხვაობა, რა ვიცი, ჩემი აზრით პირიქით სიმდიდრეა და რაღაცნაირად უნდა ვიზეიმოთ. და აი ხა თქვენკენ წამოვიღებ ასე ვთქვათ ამ სიტყვას და აი სიცოცხლე რომ განმარტოთ ან განსაზღვროთ თანამედროვე მეცნიერების ბიოლოგიის გადმოსახედიდან და თან აი იმ ფუნდამენტურ საკითხსაც რომ შევეხოთ, იგივე თანამედროვე მეცნიერების გადმოსახედიდან, რაც არის ურთიერთმიმართება სიცოცხლისა და მატერიის, ასე ვთქვათ. ხო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, საინტერესო პასუხისგებლობა ეს პირველია ამ წარსულში თქვენ დაინტერესებით. ну განმარტება სიცოცხლის ავიღოთ, თქვათ ყველაზე ესეთ ზოგადი და ლაკონური შედარებით არის, რომ ეს არის რაღაც ქიმიური სისტემა, რომელიც დარვინისტულ ევოლუციის კანონებს ემორჩილება. ეს არის ყველაზე ზოგადი, არის მთლიანად, ასე ვთქვათ, მატერიალისტური და ყველაფერი რაც გაზომვადი ახსენეთ სიტყვა, ესე იგი ემპირიული მეცნიერებაა და უნდა შეგეძლოს
ესეთი რაღაცეებით, ასე ვთქვათ, ოპერირება, რისი გაზომვა, წონვა შეიძლება და გარდა ყველაფრისა ბიოლოგია ექსპერიმენტული მეცნიერებაა და ექსპერიმენტის იდეა მე მგონი ბიოლოგია გამარტის პირველად ეს არის კითხვა, რომელსაც უსვამ ბუნებას, ხო? კითხვას უსვამ ბუნებას და ის რაღაცნაირად პასუხობს. ეს იქნება აგდებული ქვა, თუ რაღაცა რთული ასეთი უფრო რაღაცნაირი სისტემა, სადაც ვთქვათ შენ რაღაცას ცვლი და უყურებ, ამის საჭიროა ვთქვათ ენის ცოდნა, ხო? იმან უნდა გაიგოს, იმათ ბუნებას კი ესმის ისედაც ყველაფერი, ჩვენ უნდა გავიგოთ მისი პასუხი. და რაც შეეხება მატერიასთან დამოკიდებულებას, ხო, ეს მთლიანად ყოველ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვსწავლობთ, მთლიანად ეს მატერიალურია, ხელშესახები უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში დანახვა მაინც უნდა შეიძლებოდეს მისი და აი რაღაცნაირად ასე ვთქვათ, სიცოცხლის ერთ-ერთი მახასიათებელი არის სტიმულის მიმართ პასუხი, რაღაცას რომ ასე ვთქვათ, ცვლად შეიყვა, ყველა სისტემას ახასიათებს ეს, მაგრამ სიცოცხლე თავისებურად პასუხობს. დანარჩენი სიცოცხლე ერთგვაროვანი, როგორ ვთქვათ, საფუძველი სიცოცხლის საკმაოდ ერთგვაროვანი აღმოჩნდა, იმდენად რომ აი გენეტიკური კოდი რაც იხსენება, ხო, ყველა სოციალურ არსებას ერთ და იგივე აქვს, ეს ენა და ვარქვათ სიცოცხლის. ამბანიც 400-იანია, ასე ვთქვათ, რითაც იწელდება ეს თანმიმდევრობა, ტექსტი გენეტიკური და ესეც პრინციპი ყველას ერთ და იგივე აქვს, უბრალოდ განსხვავება არის ტექსტის ზომაში. ესე როგორც ვთქვათ, აი ქართული ამბანით შეგვიძლია დაწერო, ვთქვათ, არწივი და ვეფხისტყაოსანი, ხო, პატარა და დიდი და სხვადასხვა შინაარსის. ეხლა იქ ბევრი დეტალია, არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, როგორ იწერება ეს ეგრეთ წოდებული სიცოცხლის ტექსტი, მაგრამ პრინციპში საკმაოდ მარტივია. და აი ჩანს რაღაცები, რასაც ვთქვათ, აი ბერძნები ეძახდნენ, ვთქვათ, სულს და რაღაცა ესეთ არაბუნებრივ, ალბათ არ გულისხმობენ ბუნებრივ, բայց ჩვენ ვერ ხედავთ ამას და ამ შემთხვევაში, ასეთი ექსპერიმენტული მეცნიერება თუ ვერ ხედავს, იმას ვერ შეამოწმებს. ანუ ეხლა როგორც ეს პრინციპი რო არის, მტკიცებულების არარსება არ არის არარსებობის მტკიცებულება, ხო? თუ ვერ ხედავთ მტკიცებულებას, ეხლა ვერ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არ არსებობს. ძალიან ძნელი არარსებობის დამტკიცება, არსებობის შედარებით მარტივი, იმიტომ რომ აგერ, აი ხელს შევახებთ რაღაცას მიზანს დავწონით. აი სიცოცხლის განმარტების თვალსაზრისით თვითონ ეს შრედინგერის ნაშრომით საინტერესო იქნება. ხო, ეს წიგნი თვითონ გამოსცა 1954 წელს, უცნაური დრო იყო, თქვათ ეგეთ. შრედინგერი როგორც საერთოდ კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო და იმ დროს იყო აი დიდი კამათი, რომ აი გენი, ანუ აი ინფორმაციის შემნახველი რაღაცა ესეთი ნივთიერება, რომელია უჯრედში, იმიტომ რომ ხა ქრომოსომა უკვე იცოდნენ გადამცემი იყო, ქრომოსომაში არის ცილები და დნმ და უმრავლეს შემთხვევაში უმრავლესობა ხალხის ფიქრობდა, რომ ცილები იყვნენ გადამტანები, იმიტომ რომ 20-ნაირი ამინომჟავისგან შედგება, ესეთი დიდარი რეპერტუარი აქვს, ასე თქვა. აქ კიდე 4 ნუკლეოტიდია მხოლოდ. და შრედინგერმა დაწერა ამ წიგნში, მე-6 თავში ეს გამოყოფილი აქვს შუაში. აბსოლუტურად ამბობს ასე რამეს, რომ მოგეთ ეს რაღაც უნდა იყოს აპერიოდული კრისტალი, იმიტომ რომ სხვანაირად ვთქვათ ამ ინფორმაციას ვერ შეინახავს, იმიტომ სტაბილური უნდა იყოს, ეს გადაეცემა თაობიდან თაობას და ალბათო, ეს ძალიან საინტერესოა, ალბათო ფიზიკის ახალი კანონების აღმოჩენა იქნება საჭირო, რომ გავიგოთ როგორ მუშაობს გენი, რა არის გენი საერთოდ და მეთმეს როგორ მუშაობს. ეხლა როცა შრედინგერი ასეთ რაღაცას ამბობს, ხადია ამან გამოიწვია დიდი ინტერესი, რომ მართლაც შეიძლება ეს იყოს და დაახლოებით 10 წელიწადში 53 წელს, როცა დნმ-ის სტრუქტურა დადგინდა, გაერკვა, რომ არა თუ ახალი კანონების აღმოჩენა არ იყოს საჭირო, არაფერი ახლის აღმოჩენა არ იყოს საჭირო, გარდა იმისა, როგორ არის გარკვეული მოლეკულები დალაგებული ერთმანეთის მიმართ და წყალბადური ბმა, რომელიც ერთ-ერთი უმარტივესი კავშირია მოლეკულებს შორის, აღმოჩნდა საკმარისი აი ამ ყველაფრის გასაგებად. და აი მაინც 50-იან წლებამდეც აი ესე ჯიუტად არავის არ შეეროდა, რომ დნმ იყო ინფორმაციის შემნახველი და გადამცემი და არა ცილა. და აი კიდე ერთხელ რაც ხშირად ხდება ხოლმე ამ აღმოჩენებში, რომ ყველაზე მარტივი, ყველაზე სადა, ყველაზე ლამაზიც არის სხვათა შორის ძალიან ეს თავისთავად არის ნამდვილი ამოხსნა. მაგრამ ამ მოხსნას წინ უძღვის თქვა აი ეს დაბრკოლებები და საბოლოო ჯამში ყველაფერი დაიჯერა და აინახა. და დაახლოებით 10 წლის მერე უკვე თვითონ გენეტიკური კოდის ბუნებაც გაიშიფრა და დადგინდა. ასე რომ ახალი კანონების აღმოჩენა საჭირო არ იყო.
დიახ, გმადლობთ. აი ხო, ეს საკითხი რომ განვავრცოთ, ასე ვთქვათ. აი მათ პოზიციას ასე უწოდებდნენ ხოლმე ვიტალისტურ პოზიციას და ეს როგორც ვიცი, დღეს მეცნიერებაში გადალახულია და რას გულისხმობს, ხო? რომ ამბობდნენ, რომ ახლა მატერიას თავად ეს თვითმოძრაობის უნარი არ გააჩნია, არამედ რაღაც დამოუკიდებელი პრინციპია, რომელიც მას ძრავს და აცოცხლებს და აი სწორედ ეს რომ გამოვკვეთოთ. აი მატერია როგორც აი დღევანდელი გაგება, როგორც თვითმოძრაობის, თვითორგანიზაციის უნარის მქონე. აი ამ ხო, ეს აი საბოლოო ჯამში ეს დადგინდა არც ისე დიდი ხნის 1913 წელს ოდენების სტრუქტურა, ასე თქვა, დადგინდა საბოლოოდ როგორია და გაირკვა, რომ იმდენად მარტივი იყო, რომ თქვა, ყველა მოდელი, რასაც მანამდე ამუშავებდნენ, ესე ჩანს, რომ ეხა ეს თქოს არც უნდა მოეფიქრებინა ადამიანს. ყველაზე მარტივი რაც იყო ის წვიწინ ედოთ, თქვა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ბოლოს, ასე თქვა, რაღაც მამაშია საქმე და აქ უბრალოდ აი ხო ესე იგი აი მოლეკულებია ესე რომელსაც აქვთ ასეთი უნარი რომ თავისი მსგავსი წარმოუშვან. ეხლა ეს ასე ვთქვათ ორგანული ქიმია რასაც ქვია მოლეკულებია, მაგრამ არაორგანულიდან მათი წარმოქმნა ხდება ასე ვთქვათ სპონტანურად და ну არის კლასიკური ექსპერიმენტი, ესეც 50-იან წლებში ჩატარებული გასული საუკუნის, როცა ასე ვთქვათ სიმულაცია გააკეთეს და დედამიწაზე რა პირობებიც იყო წყალი, იყო რამდენიმე ნივთიერება მარტივი და ჯაქაქუხილი, ვთქვათ და ეს მილერული ეს ექსპერიმენტი ქვია და იქ აი არაორგანული ნივთიერებებიდან აწყობა აი საშენი ბლოკების, რისგანაც ვთქვათ აი სიცოცხლე ასე ვთქვათ იწყება. როგორც კი ეს დაიწყო და მოხდა რაღაცა, ასეულობით მილიონი წელი იყო ამისთვის. და ნუ დედამიწის ზომა და პირობები და რაოდენობა ამ ყველაფრის საკმარისი აღმოჩნდა ფაქტია, ხო, იმიტომ რომ ჩვენ აგერ ვარ და ეს დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ ეს მოხდა და როგორც კი დაიწყო, მე უკვე სიცოცხლეს ეს უნარი აქვს, რომ რაც შეიძლება არსებდეს ყველგან და სხვადასხვა პირობებს შეეგუოს და აი ამ დროს სწორედ თავის მსგავსის წარმოშობა ესე შეიძლება ფილოსოფიური საკითხი იყოს, ტენდენცია მსგავსი წარმოშობა არაზუსტი ასლი. ზუსტი ასლი რო ყოფილიყო, მაშინ ის თქვა დარჩებოდა წყალში და თქვა არ ამოვიდოდა ხმელეთზე, ან ხმელეთზე იქნებოდა რაღაც გარკვეულობაში. აი, სულ იცვლება და აი ამ თვისებების გამო შეუძლია, ну, ასე თქვა, შეეგუოს, ცოტა დიდი ცნებაა ეს შეგუება, მაგრამ ну, აი შეეგუოს სხვადასხვა პირობებს და ამიტომაც აი ესე მოედო, ასე თქვა, თელ დედამიწას. მაგრამ ძალიან დიდხანს ეს იყო წყალში, თითქმის 3 მილიარდი წელი და ხმელეთზე ამოვიდა ერთი გეოლოგიური მასშტაბით რო შეხედავთ, ცოტა ხნისია, 500 მილიონი წლის წინ და 500. ჯერ მცენარეები ამოვიდნენ, მერე ცხოველები ამოყვნენ და მერე გამოვედით ჩვენ. ძალიან საინტერესო, აი ხა თქვენმა სიტყვა მოიტანა და საითკენ წავედით, ხო, ჩვენ უკვე სიცოცხლის წარმომავლობას მივადექით და ამავე კონტექსტში მინდა რომ აი დარვინის ევოლუციის თეორია ვახსენოთ და მისი ასე ვთქვა, ასევე ცნობილი ნაშრომი, ხო, სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით. აი თქვენი მხრივ რომ ამაზე რაღაცა გვესაუბროთ ამ პრობლემაზე. ხო, ну ეს იყო მთავარი წიგნი დარვინის, მთავარი ნაშრომი, რომელშიც სიტყვა ევოლუციას ფაშოს არ არის ნახსენები ერთხელაც კი და მან ცოტა როგორ ვთქვა, აი უნდა კარგად დავაკვირდეთ რა იყო ამის ამოცანა. ესე იგი ევოლუციაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს თავისთავად იგულისხმებოდა. იქ სახეობების წარმოშობაც კი არ არის მთავარი. იქ არის აი მექანიზმი, რომელიც ამ სახეობების წარმოშობას მიწევს, ასე ვთქვათ, რა არის საფუძველი იმისი, რომ სახეობები ჩნდებიან, ასე ვთქვათ, ცოცხლობენ, მერე კვდებიან და ეს მთავარი ღირსება რაც არის ამ წიგნის, ის რომ იმ დროს ტექნიკურად ძალიან ცოტა რაღაცა იცოდნენ, ხო უჯრედ ისეთ რა ხდება და წარმოადგენა არ ქონდა, ძალიან ისეთი აბსტრაქტული, ამორფული შეიძლება დაარქვათ რა. ოს თქოში ეს სტრუქტურა ფერი ცნობილი არ იყო, აი იმ დროს მიხვდა, რომ ეს არის უნივერსალური რაღაცა. ანუ მსგავსება უფრო მეტია ვიდრე განსხვავება და ამდენად სიცოცხლე ასე ვთქვათ რაღაც ერთი ფენომენია, რომელსაც ბევრი და ბევრნაირი ფორმა აქვს. ну შეიძლება შეადაროთ დინარეს, ხო, ვთქვათ, დინარე ბევრნაირია, ხო? არის რაღაც ქარამიდის, უხვევს, მარცხნივ, მარჯვნივ, ჩანჩქერია, სადაც შერდება, მაგრამ პრინციპი ერთ და იგივეა, ხო? რაღაცა უნდა აიტანოს წყალი ზემოთ, მერე წამოვიდეს ქვემოთ. აქაც აი ეს პრინციპია, რომ ესე იგი ხდება რაღაცა შემთხვევითი ცვლილებები, აი შემთხვევითობა, აი ეს იყო ერთ-ერთი თავი, რომელიც მე მოლეკულურ დონეზე დაახლოებით 110 წლის მერე დადასტურდა და ნუ ახლა მის ნახვა ყველა შეუულია დღეს, მარტივ რომ ეს ცვლილებები არის შემთხვევითი, რა თქვა რაღაც
გრძელი ნისკარტი მაგალითად ხო ან რაღაც გრძელი ბრჭყალი, რაღაცა გეპარდის კუდის ფორმა, ჟირაფის კისერი, ხო ბევრი მაგალითია. მაგრამ მე ამ ცვლილების დამემკვიდრება უკვე კანონზომიერია. ესე იგი თუ ამ რაღაცა ინდივიდს თქვა გაუჩნდა რაღაცა ცვლილების გამო რაღაცა განსხვავება არის იქ, იმას თუ ასე დატოვა შთამომავლობა, იქ დიდი ალბათობით ეს გადაეცემა. თუ კი ეს სასარგებლოა, ანუ ეს მეტ რესურსს მოიპოვებს, მეტი შანსი აქვს იმისი, რომ დატოვა შთამომავლობა და ეს არის ბუნებრივი გადარჩევა. იმდენად მარტივი რაღაცაა, რომ ეს დარვინის მეგობრები ეს თომას ჰაქსლი რაღაც ცნობილი ფრაზა რომ უკიდურესი სისულელი ამის არ დანახვა, ამას როგორ ვერ ხედავდით, მაგრამ ეს ზოგადი მახასიათებელი ყველა ეს დიდი აღმოჩენის. ანუ თვითონ აი დარვინმა რაც ასე ვთქვათ, აი აღმოჩენა რასაც ქვია, ეს თვითონ დიდი ნაბიჯი არ არის, მაგრამ აი ზღურბლზე იყო მისული, მისი იქით ყველას უჭირდა დანახვა, ვთქვათ, რომ სინამდვილეში რა შეიძლება იყოს. მაგალითად ლამარკი ხო, ცნობილი დარვინის ლამარკმა ძალიან დიდი რაღაც გააკეთა, ასე ვთქვათ, რა მთელი ეს დოგმები და არაფერი არ შექმნილა სახეობა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დამოკიდებული, ერთმანეთისგან არის წარმოშობილი, მათ შორის ადამიანის სხვა სახეობებისგან წარმოიშვა, უბრალოდ მექანიზმი ვერ ახსნა სწორედ. დარვინთან ეს მექანიზმი არის ახსნილი სწორად პრინციპი და აი რაც თავარია ეს ერთიანობა, ეხლა თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ შემთხვევაში ლაპარაკობს აი ვთქვათ აი სპილოებზე და მამონტებზე და აი განსხვავება როგორია მათ შორის ეს ეშვების სიგრძე, ბეწვის სიგრძე, ყურები ხო ვთქვათ, აფრიკაში დიდი ყური ერთ-ერთი სმენისთვის არ ჭირდება, მას ჭირდება რომ განიავდეს, ცოტა. აი, როდესაც აი სპილოებზე ამთავრებს აბზას, მე რეიწყებს ლაპარაკს კომპოსტოზე და რაღაც ნიახურზე, რომ პრინციპი იქაც და იგივეა. ადარებს თქვა აი ხვის კლანჭი და ჟოლოს ნაყოფზე რომ პატარა ბუსუსებია სხვადასხვა სიგრძის, აი ეს ვარიაციას რომ საფუძველი ამ ვარიაციებს რომ საფუძველი ერთ და იგივე აქვს. ანუ ეს სიცოცხლის უნივერსალობა ადამიანის ჩათვლით. ადამიანზე ცოტა ნაკლებად აქვს ამ თავარ წიგში გამახვილებული ყურადღებას ფრთხილოს, მაგრამ არც ერთი სახეობის თავიდან ბოლომდე ვთქვათ, აი წარმოშობას და ეგრეთ წოდებულ განვითარებას იქ არ იხსენიებს. ანუ ძირითადად კანონზომიერებაზე აქვს ლაპარაკი. აი რა კანონები წარმართავენ და ეს კანონები უნდა იყოს მარტივი, ალბათ არ უნდა იყოს ძალიან ბევრი, ხო, ნიუტონის კანონის ძალიან ბევრი არ არის, ხო, ვთქვა. და ამდენად აი სიცოცხლის არსის მამოძრავებელი ძალები ახსნა. ისე რომ სიტყვა ევოლუცია არ ვხსენები არც ერთხელ, ეს საინტერესოა. აი ისე დარვინზე და მის შრომაზე მინდოდა ასე ვთქვათ ყურადღების გამახვილება. ანუ ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ხო? არა მხოლოდ ბიოლოგიისთვის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის, არამედ ცოდნის სხვა სფეროებისთვისაც და აი ეს აზროვნება, ჩვენი თანამედროვე აზროვნება, ჩვენ მიერ ადამიანის ხედვა, სამყაროს ხედვა, სიცოცხლის აღქმა დიდწილად არის სწორედ დარვინის თეორიით და მისი ამ ნაშრომით განსაზღვრული ეს სახეობათა წარმოშობა და აქ რაღაცა ჩემი მხრივ ასეთი განვითარება მინდოდა მიმეცა რაღაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ასე ვთქვათ. აი თვითონ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაშრომის და დარვინის თეორიის ფილოსოფიური იმპლიკაციები, ხო? და მე ყველაზე დიდ ყურადღებას ამ პირადად ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ამას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. აი რასაც აქ დარვინი ეწინააღმდეგება, ეს არის ეგრეთ წოდებული ესენციალიზმი, აი როგორ ახსნათ, იქ იყო აი პლატონიდან მოყოლებული დასავლურ აზროვნებაში მყარად არის ეს ფესვგადგმული და აი მაყურებელსაც რო რაღაცნაირად უხეშად და მარტივად გადმოცეთ, ხო, რას ნიშნავს, რომ არის რაღაცა მარადიული, მუდმივად მოცემული, რა ვიცი, სახეობა იდეა, ბერძნულად სახეობა და იდეა ერთი ეიდოსსაც ეძახიან, ეიდოსი, ან იდეალური ტიპი, ტიპოლოგია ტიპიც, ხო? და ესენი თავის მხრივ არიან ერთმანეთისგან მკაფიო მიჯნებით გამოყოფილნი და ამათი წარმომადგენლები ერთმანეთში არ გადადიან და გადაიზრდებიან. აი კონკრეტულად რო ვთქვა. და ეს ხედვაც ასეთი ხედვაა, რა ვიცი, ესენციალისტური ხედვა თუ როგორ ვთქვათ, რომ რაც ვართ, მუდამ ის ვიყავით და ის ვიქნებით. ანუ განვითარებას ასე ვთქვათ, გამორიცხავს და აი დარვინის წვლილი და რითიც აღბეჭდილი ასე ჩვენი სოფლა აღქმა და აზროვნება ის არის, რომ აი დროის მომენტის შემოტანა, აი ისტორიულობის ფაქტორის შემოტანა, თვითონ აი თქვენ ახსენეთ და ესეც მნიშვნელოვანია, ხო? შემთხვევითობის ფაქტორზე ხაზგასმა, განუსაზღვრელობაზე და აქედან მოყოლებული აი ეს შემთხვევითი და განუსაზღვრელი აღარ იქვემდებარებოდა განსაზღვრულს და რაღაც მარად მოცემულს. აი როგორც ძველ აზროვნებაში გქონდა. აი სიცოცხლის წარმოშობა და განვითარება. განვითარების ეტაპები. აი თქვენ სანამ დავიწყებდით აქ უშუალოდ ჩაწერას, მანამდე საუბრობდით, რომ აი ყველაფერი ერთისგან არის, ერთობაზე საუბრობდით, ხომ? და მე როგორი არის ეს ასე ვთქვათ ეტაპობრივი განვითარება?
დარვინის სხვადასხვა ფილოსოფი თვითონ როგორც ამბობს, საინტერესო არის, დარვინს აქვს დაწერილი ავტობიოგრაფია, უბრალოდ დააწერინეს ძალად. განსხვავებით ახლა ჩვენი ნიუტონის და კოპერნიკის ავტობიოგრაფია არ აქვს და იქ ძალიან საინტერესოა თვითონ როგორც წერს, თავისთავად თვითშეფასებას სხვადასხვა ძალიან საინტერესოა მიაჩნდა რომ საშუალო შესაძლებლობების ადამიანი იყო და მიგვირსო რომ ეს მოვახდინეო რაღაც გავლენაო. სხვადასხვა არც ფილოსოფიას არც რელიგიასთან დაპირისპირება თვითონ არ ქონია. საერთოდ რაღაცა დაუარა გვერდი, იმიტომ რომ დაინახა რომ ნუ ასე ვთქვათ ის სხვა რაღაცა არის. არაფერი ასე ვთქვათ არ აკნინებს მათ როლს ადამიანის ვთქვათ ზოგადად ანაზროვნებაში ან ინტერესებში ან ცოდნის წყურვილში ვთქვათ, მაგრამ ნუ ამასთან თვითონ უშუალოდ რა ხდება სიცოცხლეში, ამასთან საქმე არ აქვს, იმენა რომ არ ხსნის, ხო? ეხლა ვთქვათ ეს იგივე ეს იდეა, ხო? ნუ ხედავს რომ სიცოცხლე ისეთი იმდენად ასე ვთქვათ ეგუება ყველანაირ გარემოს, რომ მე შედარება აქვს ასეთი, რომ არ შეიძლება იყოს უფრო მეტად მიზანდასახული, ვიდრე მაგალითად საიდაუბერავს ქარი. ამანაც გამოიწვია თავის დროზე ქარიშხალი, ნამდვილი რომ რას ქვია საიდა. ნუ ქარი საიდაუბერავს დამოკიდებული წნევა, ტენიანობა, ტემპერატურა, იქ რაღაც ოროგრაფია შეიძლება და ნუ აი ხან იქი დაუბერავს, ხან აქეთ. აი იგივე ახასიათებს სიცოცხლეს და ამდენად აი თვითონ განვითარებად სიტყვა უკვე სიფრთხილით არის ნახმარი, იმიტომ რომ ხა ჩვენ მაგალითად ჩვენ კი ნუ აი გვეჩვენება რომ უფრო განვითარებულები ვართ ვიდრე თქვათ ბაქტერიები, ხო? ან მცენარეები, ან თევზი, ან თუნდაც ჩვენი ახლანათესავი შიმპანზე ან გორილი. აი ვართ, ესე ცალსახად ვერ იტყვი ამას, იმიტომ რომ ევოლუცია რაღაცეთ იძლევა აგროვებს აი ისეთ უბრალოდ აი ევოლუცია პროცესი არ არის, ევოლუცია არის თვისება სიცოცხლეს, როგორც გრავიტაცია, ხო? ამიტომ ეს რო კითხვა რომ სვამენ ხოლმე, ხო, ევოლუცია ხდება? ნუ ეხლა თლათ უაზრო არა, მაგრამ ესეთი კითხვაა. ნუ ხო ხდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ევოლუცია სიცოცხლე თუ არსებობს, ვერ იარსებებს აი თვისებების გარეშე. და ამ თვისებების ერთობლიობა არის სწორედ ევოლუცია. ის რომ ვიღაცა თქვა რაღაცა აი ეს თვისება, რომელიც შემთხვევით აღმოაჩნდება რომელიმე თქვა ინდივიდს ეგრეთ წოდებულს, ის არის თუ არა სასარგებლო. სარგებლობაში იგულისხმება, რომ ის შეჭამს მეც, მოიპოვებს საკვებს და დატოვებს მეც თავმოვალობას და აი ეს შემთხვევითი თვისება კიდევ ერთხელ რომ თქვა გადაეცემა განაზომიერად. ეს უკვე მენდელის სქემა, რომელიც დარვინმა არ იცოდა სამწუხაროდ. ამდენად აი ეს თქვა აი ეს იდეა და რაღაცეთ არ არის ჩართული აი ამ კვლევაში, იმიტომ რომ სხვა რაღაცას იკვლევდა, აინტერესებდა ეს მექანიზმი და მე თქვა ეს რაც მოხდა დაჯახება და რომელიც დღემდე გრძელდება. რაღაც გარკვეულ სფეროებში ეს უფრო ამოვიდა რელიგიური და ფილოსოფოსების მხრიდან, რომ იმარა ეს პლატონის იდეოს რა სად არის და ნუ ესე უნება რომ მე ვერ ხედავ ამაზე, თუ ვერ ხედავ იმას ვერ შევისწავლი, ხო? ახლა თვითონ არაინდელი რეტორიკა ამ წიგნში არ არის სხვათა შორის, არაფერს კატეგორიულად არ ეწინააღმდეგება, საერთოდ არ ახსენებს ამას, ერთ-ერთი ადრე არის რომ ესე იგი ეს სამყარო 6000 წლის წინ შეიქმნა, ნუ ვერ შეიქმნებოდა რა, იმიტომ რომ ხო და ხო და ეს შედარებით ამას სხვა შორის ნაწილი ხალხის ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად შეეგუა, ხო? ნუ ბოლო-ბოლო გაირკვა რა ხა 5 მილიარდი წლის არის და ახლოებით პლუს-მინუს ასე. და ამდენად აი ხა ეს მკვეთრად განრაც გამიჯნა რომ ახსენეთ, ხო აი ეს უბრალოდ არის ესე იგი რას იკვლევს და რის ახსნაც ცდილობს თქვა აი ამ კვლევით და აქ რაღაცა დევს აი მეცნიერების მარტივი განსაზღვრა ხო რომ მეცნიერება არის რაღაც ფაქტების ერთობლიობა და რო შევისწავლით რაღაცა კანონზომიერება თუ კი არსებობს და ვინახოთ რომ ყველაფერს ახსნის, ხო? ისე როგორც თქვა ნიუტონმა ახსნა რომ აი რო ტრიალებენ პლანეტები, რატო ტრიალებენ? ნუ თურმე იმიტომ რომ არსებობს მიზიდულობის ძალა, ხო და ძალა და მასა და აჩქარება და ასე შემდეგ. ამდენად აი იგივე არის დაახლოებით და რაც შეეხება წარმოშობას, აი თუ არსები ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ბიოლოგიამ რაღაცნაირად გავუსწრო ფიზიკას, რომ დარვინის ის იყო, რომ აი თუ კი ახლა ჩვენ საერთოდ წინაპარი ყავდა, ახლა მაიმუნამდე ჩვენ ყავდა რაღაც ძალიან ისეთი ამფიბიის მსგავსი რაღაცა უშნოყობა ჰქონდა, ჰერმაფროდიტი იყო, გასაბერი ბუშტი ჰქონდა, კუდი და დაცურა. თუ მაინც წინაპრებზე მიდგა საქმე, ეს მაიმუნის საშუალედური ეს არის. ხო, იმიტომ რომ ამფიბიები გამოვიდნენ პირველები და ხა იქ კიდე ბევრი რაღაცა არის, რაც შეიძლება აიხსნას როგორც გამაერთიანებელი, რატო არის ცხოველები, რატო არიან ასე აგრესიულები, თქვა ჩვენი ჩათვლით. და ამდენად ხო ეს იყო და საერთოდ წინაპარიც უნდა ყავდეს და ბოლო-ბოლო მიადგა ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას, თქვა რომ ხო ახლა არაორგანულიდან გაჩნდა, ორგანული არაფერი სასწაული არ მომხდარა, რაღაცნაირად ამას დაარქვა თბილი გუბეების ჰიპოთეზა, თქვა ეგეთი რამე რომ ეს დღესაც ხდება. აი სიცოცხლის წარმოშობის დავარქვა ცდელობა ხდება დღესაც,
თუ კი არის სადღაც წყალი, რაღაც მარილები, ცოტა ჭექა-ქუხილი რა, მაგრამ სიცოცხლე უკვე იმდენად მოდებულია, თქვა, ჩვენ პლანეტაზეა ლაპარაკი, ხო? რომ იმას, ასე ვთქვათ, შეჭამს და ის ვერ მოასწრებს. ანუ აი სიცოცხლე ისევე როგორც სხვა ფენომენი იგივე რა თების წარმოშობა, მაგალითად, მუდმივად მიდის, ხა ჩვენ გვეჩვენება, რომ თქვა აი რაღაც ხედავთ ახლა უშბას, თეთრს დგას. ხო არ დგას სინამდვილეში, ნელ-ნელა იცვლება. ასევე არის აქა ძალიან ნელი ცვლილებები ხდება. რის შედეგადაც თქვა აი სახეობა რაღაცა მას მიიღებს, გაწონასწორდება გარემოსობა, ამის დაანახვა არის ძნელი, თუ კი რაღაცა საგანგებო კუთხიდან არ გამოიკვლიე. ანუ შენ მოძრაობას ვერ ხედავ, როგორც საათის სისხლის მოძრაობას ვერ ხედავ, ხო, მაგრამ ცოტა ხანში დაინახავ, რომ გადაწეულია. ნუ აი რაღაც ამდაგვარი პრინციპით უნდა ამ ყველაფერს შესწავლა და ნუ ეს ხო ხშირად ეს სიტყვა ნუ ყველა მისის უკვე და მის ნახვა ძალიან ნელა ხდება ეს ყველაფერი, თაობები ჭირდება, ხო? ადამიანი რო ავიღოთ, ნუ საშუალო რეპროდუქციული 25-27 წელი, ხო? ანუ ახალი თაობა იბადება ყოველ 20 დაახლოებით. შესაბამისად, აი ეს თვისება, რომელიც შემთხვევით აღმოცენდა, ხო? ამიაში თქვა აი რაღაცა ხელის ფორმა იქნება თუ ზომა თუ ტვინის უნარი რაღაცა იფიქროს, ამოცანა დასვას გადაწყვეტოს, თაობიდან თაობაში გადაიწყება, თუ კი ის გამოადგა, იმიტომ რომ სხვა რესურსებზე ბრძოლა ადრე თუ გვიან დაიწყება, აი იქ ეს თვისება გადაეცემა შთამომავლობას და ნელ-ნელა დაიკავებს ასე თქვა მთელ პოპულაციას. გალაპაგოსზე ნახა ამის საინტერესო მაგალითები ძალიან. ანუ ცერდეში ყველაფერი მარტივია ძალიან რა. კი, რაღაცა ეს ფრთოსანი ფრაზა ყველა ხშირად იმოწმებს ხოლმე და თქვენს ამ სიტყვასაც შეესაბამება, რომ აი ვინ გადარჩება, ხო, ყველაზე ჭკვიანი ვერავერთ ძლიერი ის, ვინც საუკეთესო შეეგუება, კი, რასაც თქვენ ამბობთ. ხო, ნუ მარტივია. ხო, თითქოს, იმიტომ რომ ხა ევოლუციაში დარვინის ერთი ფრაზა აქვს, რომელიც ესე თქვა აი მსჯელობს სიკეთე თუ გოროტება სამყაროში რომელი უფრო მეტია, იმიტომ რომ ნუ ხა დააკვირდეთ ყოველ დღე რა საშენ ტანჯვით იღუება უამრავი რაოდენობა ცხოველის, ხო ისინი ჭამენ, კლავენ, ხა აფთარს რო ნახავთ როგორ კლავს, თქვა პატარა იქ ანტილოპას თუ საშინელება, მაგრამ ეს ისეთივე მზრუნველი დედაა, როგორც იგივე ანტილოპა და შემდეგ და აი აქ ეგეთი დასვნა გაკეთებული, რომ აი ვერ იტყვი რომ კეთილია, ვერ იტყვი რომ ბოროტია, როგორც თქვენ ახსენებთ იმაში, იმიტომ რომ არც კეთილი, არც ბოროტი არა, ნუ რაღაც აი ხო, ეხლა თქვა და ეს არ არის შექმნილი ვიღაცის სიამოვნები, ხა ფარშევანს რო უყურებ, სიამოვნებს რაღაცა, ეს არ არის ჩვენ მაქსიმუმების შექმნილი, იმიტომ რომ იმას რაღაცაში შემთხვევით ეს რაღაც დაგროვდა ეს ცვლილებები და გამოადგა. აი ფარშევანზე აქვს ფაშო ძალიან საინტერესო, მამალი ფარშევანგი ასეთი თვალის მომწრელი და დედალი შედაფეხი დააბიჯო იმდენად თქვა შეგუებულია რა მიმიკრით, მაგრამ ორივე ერთნაირი პროდუქტია აი ამ სახეობის წარმოშობის ევოლუციამ, უბრალოდ ის მოარგო იმ გარემოს, ერთი, მეორე გარემოს და ის შეგუების მომენტი და რაც შეეხება იმას რომ არც ლამაზი, არც ჭკვიანი, არც ღონიერი, არც რაფი არ უნდა იყოს, ეს მაგალითია ქვეყნის რაღაცას დავინახავთ, კი, საერთოდ როგორ უნდა არსებობდეს, ვთქვათ, მაგრამ აი არსებობს ჩვენივრად და ხო რომ შევეხოთ იმ საკითხს, ევოლუციის თეორია, ხო და ისეთ რაღაც პრობლემებს ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ან ისეთ რაღაც სადავო საკითხებს, რომლებიც დღემდე აქტიურ კვლევას საჭიროებენ, ასე ვთქვათ, აი რა არის ესეთი აი რაღაც მარტო და ისეთი დადგენითი ხასიათი რომ არ კონდეს ჩვენ სიტყვას და რაღაც ისეთიც წამოვჭრათ, რაც უცნობიან, პრობლემურია, გავაპრობლემუროთ. ნუ თვითონ ახლა თქვა ევოლუცია როგორც კიდე ერთხელ თვისებების ერთობლიობას ისწრის, ახლა ეს ნუ ბიოლოგების ყოველ შემთხვევაში ახლა კითხვა აღარ არის, ხო? თქვა და აი ეს მექანიზმის ახსნა მოხდა სწორედ აი დარვინიდან 100 წლის მერე. აი დნმ რომელიც დღეს უკვე საყოველთაო ხმარებაშია, ხო, ეს სიტყვა დნმ-ის სტრუქტურა თავისთავად, აი ამას პირდაპირ გაჩვენებს. ეს არის რაღაცა ეს თქვა ტექსტია, რომელიც 400-დან იწერება ეს ტექსტი და ფაშოს ეს ორმაგის სპირალის ისტორია ძალიან საინტერესოა. საინტერესო იქნება. ჩვენც რო გავზიაროთ. ამის დეტექტიური ისიც კი არის რა, მომენტები ვინმის დაასწრებდა და ბოლო-ბოლო ამოხსნეს ფაშოს ამ გრეკმა და ვოცონმა როგორც ჩანს არც ქიმია ეცოდნენ კარგად, არც კრისტალოგრაფია, უბრალოდ იმდენი მოდელი აშენეს და ეს მონაცემები დააგროვეს, რომ მიხდნენ. ხო, მარტივი რაღაც არის და ამ რეპლიკაცია, ანუ ასლების დამზადება ხდება და კიდე ერთხელ აი ევოლუციის ალბათ უმთავრესი, ასე ვთქვათ, კანონი არის, რომ აი ეს ასლი არასოდეს არის ზუსტად ისეთი, როგორიც მისი მატრიცა, ასე ვთქვათ, რა.
და ეს იგივეა, როგორც ფაქტიურად ვერ ნახავთ ტექსტს რაღაც შეცდომა არ იყოს გაპარული. ტიპოგრაფიული იქნება ეს თუ თქვა ბეჭდვა და ეხლა იქ რომ ნახავთ თქვა აი ტექსტების შეცდომა თქვა და ი და უ უფრო ხშირად ერევა ერთმანეთს ბეჭდავს თანამედროვე კიბორდზე თქვა ვიდრე ი და მაგალითად n იმიტომ რომ ისინი ახლოა ერთმანეთთან შემთხვევით არის იგივე პრინციპი აქაც დაახლოებით რომ აი ადენინის მაგივრად გუანინი ჯდება ხოლმე იმიტომ რომ ფორმით გავს ერთმანეთს და ეს კომპლექსი რომელიც ამას აწარმოებს ხო აი ამ შეცდომას უშვებს რომელიც შემთხვევითია ისევე როგორც აი თქვა ჩვენ რომ დავბეჭდოთ ტექსტის შემთხვევით სადღაც დავუშვებთ შეცდომას ხო მაგრამ ეს შემთხვევითობა ვიღაცა რომ გადაწერს ამ ტექსტს ის ვერ მიხვდება ხა ეს ბრმა არის ეს პროცესი თვითონ სიცოცხლის იმან არის ის როგორი რის ასლს ამზადებს ამ სისტემამ ასე ვთქვათ არის ის რაც დახვდება იმის ასლს დაამზადებს და ამიტომ ეს შემდეგ შთამომავლობაში გროვდება და ეხლა მაინც რომ შევხედოთ ჩვენ ვთქვათ აი ყველა სოციალური ორგანიზმი ნოტოზოწავრები ვთქვათ იწყებენ ერთი უჯრედიდან ხო ერთ უჯრედში არის მთელი გენომი 3 მილიარდი 100 ჯამში რო აიღოთ ვთქვათ ეს დნმ რო გაწელოთ არის რაღაც 1 მეტრი და რადგან ორმაგი არის ასე 2 მეტრი იწყება და ჯამში საშუალო ადამიანის მთელი დნმ რო ამოიღო და გაწელოთ არის 16 მილიარდი კილომეტრი უფრო მეტი კიდე ძალიან დიდი რიცხვია ხო ვთქვათ იმიტომ რომ ეს ორმაგდება დაახლოებით 50-ჯერ 52-ჯერ და ეს კვადრილიონებში კვინტილიონებში არის უკვე ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ ახლა მართლა 2 მეტრი რომ შეგიძლია წარმოიდგინო აქ ხო და ეს გადაიყვანეთ მილიარდობით კილომეტრზე ეს სისტემის ზომაზე ეს ერთ ადამიანში საშუალო ზომაწონის ადამიანში თავმოყრილი ამდენ გადაწერას ცხადია უშეცდომად ვერანაირი სისტემა ვერ შეძლებს ხო აი ეს გროვდება და ეს აუცილებელია იმიტომ რომ გარემო პირობები მუდმივად იცვლება და ყველა სახეობა რომელიც ასე თუ ისე აი თქვა სტაბილურად ჩვენი ჩათვლია ხა ჩვენ არ აგვიშავს რა ისე კარგად ვართ არის აი ამ როგორც აი ნავი რო ქანაოს ტალღებში ხო თქვა რაღაც რაოდენობის რაღაც ზომაწონის ტალღებს უძლებს ეს ნავი და ძალიან დიდი ტალღა თუ წამოვიდა ის ვერ გავძლებს და ჩვენც ახლა რა გველის წინ არ ვიცით რა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ამ პირობებისთვის მზათა ვართ ხო 1 გრადუსით რო აიწიოს დედამიწის ტემპერატურამ არ აგვიშავს აი 5 გრადუსით რო აიწიოს აი ეგ უკვე ცუდად აი როგორ იქნება ჩვენი საქმე მაგას სამეთყოლება ძნელია ხო კი აი ეხა ჩვენ როგორ ქონდა ხო როგორ განმოვითარეთ სიცოცხლის განმარტება შევეცადეთ მე წარმომავლობა შევეხეთ და აი ეხა მინდა ასეთ საკითხს შევეხოთ ხელოვნური სიცოცხლე და სინთეტური სიცოცხლე თან თქვენ ეხა ჩვენ მაყურებელს ვეტყვი რომ სინთეტურ ბიოლოგიაში მუშაობთ და ეხა მე რამდენადაც მოვიძია თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო რომ ზოგადად ქართულად Google-ში რაღაც მცირე ინფორმაცია ამ სინთეტურ ბიოლოგიასთან დაკავშირებით და შეიძლება ეს ისეთი საინტერესო ფაქტია რომ თქვენი სახელი ვარდება, როდესაც სინთეტურ ბიოლოგიას Google-ს ადამიანი რომ თქვენ ასოცირდებით. კი, ამ დარგთან თუ მიმართულებასთან. ხო და ეხლა მე რაც შევიცანი და რასაც გავეცანი და რასაც მივხვდი ისაა რომ ნუ ერთ-ერთი უახლესი მიმართულება არის ძალიან პერსპექტიული და თავარი რა არის, ხო? ძალიან დიდი კრეატიული მუხტით არის დატვირთული ეს. და ეს არის მისწრაფება და მიდრეკილება ახალი შექმნისკენ, რაღაც ახალი ბიოლოგიური სისტემის შექმნისკენ, ხო? თუ სწორად მოვახერხეთ კი. კი. და ეხლა მე ჩემი კითხვა იქნება თუ არ ვიცი ინტერესი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბო. ერთი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი იყო ჰერაკლიტე და იმას ჰქონდა ძალიან საინტერესო ფრაზა, მოკლე. ძირითადად სულ მოკლედ საუბრობდა ხოლმე, ამიტომ ბნელსაც ეძახდნენ. ხო და ბუნებას უნდა უსმინო. და ეხლა მე მაინტერესებს აი ვინც ხართ წარმომადგენლები ამ სფეროში, სინთეტური ბიოლოგია ავიღოთ, ხო? რამდენად და როგორ უსმენთ ბუნებას და რა არის თქვენი მიზნები ბუნებასთან მიმართებით? აი როცა საქმე სინთეტურ და ხელოვნურ სიცოცხლეს ეხება, რომ ზოგიერთ ადამიანს აშინებს ისეთ რაღაცა. ეს ბუნების მიღმა რაღაც ისეთი საკითხია. ხო, რა თქმა უნდა, ამას ალბათ ნაწილობრივ შეიძლება ფსიქოლოგების და სოციოლოგების საქმეც იყოს, რაღაც შეეგუოს. ხო, თქვა აი იმიტომ რომ განაყოფიერება რო ავიღოთ, ხო, ეხლა თავის ეხლა იქ საჩვეულებრივ მოვლენად, ხო, ეხლა თქვათ, მაგრამ 60-იან წლებში ეხლა რა სახის წინააღმდეგობების გადალახვა მოუწია, ეხლა გასაგებია ხო, საერთოდ როგორ შეიძლება ან თუნდაც ეთიკურად, ან მორალურად, ან ასე ვთქვა ტექნიკურად, ხო? აქაც დაახლოებით იგივე, უბრალოდ რა მოხდა, რომ გენური ინჟინერია ხო ყველას გაუგია, ხო, ეს ტერმინი. ეს დაახლოებით 40 წლის წინ რაღაც აღმოჩნდა ესეთი მთელი ეგრეთ წოდებული ფერმენტები, რომელიც დნმ-ს ჭრიან, რადგან დნმ ერთნაირია ყველგან.
ამიტომ ეს დაჭრილი დნმ შეიძლება რაღაცნაირად ერთმანეთს მივაკეროთ და ახლა ქიმერებსაც შეეხება, ახლა ბერძნები არა, მანამდეც ახლა ქიმერაზე ყველა ოცნება და ყველანაირი იმათ რო არ დასიზბრებიათ, ისეთი ქიმერა შეგიძლიათ გააკეთოთ, შეგიძლიათ ჩააკეროთ ბაქტერიის გენომში თქვა რა ჟირაფის გენი და გვერდზე ბაყაყის ან პამიდბრის ან კიტრის ესე იგი ყველაფერი შეიძლება ესე და ამან თავის დროზე გამოიწვია ესეთი რაღაცა ნებათა ღელვა და ეჭვები და აღძრა რო ეს ხوار იქნება გამოყენებული ბოროტა და 76 წელს ასილომარის კონფერენცია ცნობილი სადაც შეიკრიბა ხალხი ვინც აი ამ გენური ინჟინერიის წინააღმდეგები არ იყვნენ მაგრამ აი რაღაც რეგულაციები არის თუ არა საჭირო იმისთვის რომ თქვა აი რაღაცა ცუდი თვითონ არ გამოიყენოს. ამავე დროს ახლა იქვე ითქვა, რომ არ არსებობს აღმოჩენა, გამოგონება, რომელიც ასევე ცუდად ვიღაცამ არ გამოიყენა. დანა რო ავიღოთ მაგალითად სხვა არაფერი ხო, ნებისმიერი მეცნიერული იქნება ეს თუ თქვა რაღაცა სხვა გზით მიღებული, იმიტომ რომ ადამიანის ხელში ახლა ადამიანი ბევრნაირია და ბევრნაირად შეიძლება იყოს ეს გამოყენებული. გაირკვა რომ ასე არ არის და აი პირველი აი მაგალითად ინსულინის, ახლა ინსულინი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წამალი, ну, რაც საჭირო იყო თქვა წარმოება და ну, კურდღლის, ღორის, ცუდი წყაროებიდან მოდიოდა, მე გაირკვა რომ შეგვიძლია ინსულინის გენი ადამიანის ჩავსვათ ბაქტერიაში. მარტივად რო თქვა და მე ეს ბაქტერია გავზარდოთ ფერმენტაცია ქვია, როგორც ღვინო რო ფერმენტირდება რაღაც ჭურჭელში და ის მოგცემს ინსულინს ისეც როგორც თქვა ზუსტად ჭირდება ადამიანს. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი პირველი, ასე თქვა რეკომბინანტული ტექნოლოგიებით მიღებული რაღაც სასარგებლო. და მე რომ განვითარდა ეს ყველაფერი, გენომები დასეკვენირდა ადამიანის ჩათვლით, გაირკვა რომ ჩვენ 30000 გენი გვაქვს, სულ ეს არის. და ამ როცა ვიცით თანმიმდევრობა აი ამ ნუკლეოტიდების, გუანინის და ციტოზეტიმის, ეხლა ჩვენ შეგვიძლია სინთეტურად ავაწყოთ. და თქვათ, ნახოთ როგორ იქცევა აი ამ გენის პროდუქტი, რაღაცა ცილა იქნება, ეს თქვა თუ RNA-მი და აი აქედან მოვსინჯოთ შესაძლებლობებია, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ხო? აი მაგალითად, ახლა იმუნოთერაპიაში გამოიყენება ანტისხეულები, ხო? უზარმაზარი, ასე ვთქვათ, ის მოიტანეს სარგებელი, ხო? ყველანაირ თვალსაზრისით, ონკოლოგიაშიც და მეტაბოლურ დაავადებებში. ახლა ანტისხეულის დამზადება ხდებოდა, რაღაც თაგვში უნდა შეგეყვანა, იქ თაგვი რაღაცას გამოიმუშავებდა, მე იმის ამოღება იყო საჭირო პოვნა, შემდეგ და აი სინთეტური ბიოლოგიით გაირკვა, რომ შეიძლება ეს პირდაპირ დაამზადო. ამას რაღაც ეტაპები დაჭირდა. ну ძალიან ისე ზოგადად გამომდის ალბათ ამის ლაპარაკი ახლა რთულია იმის გარეშე მაგრამ საბოლოო ჯამში იყო რომ ჩვენ შეგვიძლია აი პირდაპირ თქვათ რომ აი ჩვენ გვინდა რომ თქვათ აი ანტისხეულმა აი ის რაღაც დაბლოკოს თქვათ ხო რა აი შეგვიძლია სინთეტურად ავაწყოთ და ეს მე ვირუსში ან ბაქტერიაში შევიყვანო და ეხლა რაც თქვენ თქვით რომ აი ახალი სისტემათი თავის შეიქმნას ხო მან მაგ მიმართულებით მიდის დღეს ბიოტექნოლოგია ეს დიდი ნაბიჯებით და ადრე თუ გვიან ეს გაკეთება. უბრალოდ ეხლა თვითონ მოცულობა არის სამუშაოს ძალიან დიდი. და მაინც ბევრი ხალხი არ არის დაინტერესებული, ამიტომ აი ამ იმიტომ რომ ძალიან რთულია ხო და ბევრი ამისონას მოიხოს ბიოინჟინერია ინფორმატიკა. აი Boeing 747-ის აშენებას დაჭირდა დაახლოებით 9 საუკუნე ხო პირველი თვითმფრენა იყო პატარა. სხვა შეიძლება პირველი ფრენა right ძმების პირველი ფრენა იყო უფრო მოკლე ვიდრე 747 თვითმფრენა. ანუ ეს ტექნოლოგიური იმას საზღვრები, ну როგორ საზღვრები აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ფანტაზიას არ აქვს საზღვრები. ყველაფერი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ ეს სუპერ ბაქს ეძახიან, სუპერ ბაქტერია, რომელსაც შევაგზავნით ისე როგორც წამალს ხო არის ხალხი წამლის წინააღმდეგია ხო ვაქცინაციის და შეაგზავნით და ის წინასწარ იცი რაც გააკეთებს მივა სადღაც და იქ გააკეთებს იმას რაც ჩვენ გვინდა თქვათ მოკლავს რაღაც სულ უჯრედს ან პირიქით მოეხმარება რაღაცა კარგ უჯრედს ან რაღაც ნივთიერებას გამოყოფს ან პირიქით ანუ ყველაფრის გაკეთება შეიძლება. კი. ხო, აი ამასთან დაკავშირებით ხა ერთი კითხვა ჩდება რა, ადამიანის ასეთი აქტიური ჩარევა ბუნებაში, ასეთი აქტიური შემოქმედება თვითონ აი ევოლუციის თეორიის კონტექსტში როგორ ეწერება, ასე ვთქვათ. ну როგორ ავთქვა შეიძლება თავზე დავიხოთ ყველაფერი. ხო, აი როგორ ხდება? ну აი როგორც რაღაც შემთხვევები ხო იყო თქვა თხრიანე რაღაცა, იმიტომ რომ იქ რაღაც სასარგებლო მადანი იყო, მე ჩამოიგრა ეს და ამდენად ხო, ამიტომ ეს ბიოეთიკა არსებობს, რომელიც ჩვენი თვალსაზრისით ეს რაღაც მუხრუჭად აღიქმება უფრო, იმიტომ რომ ну ხმე როგორ ავთქვა ეს არის ხომ კონფლიქტის ზონა, ასე ვთქვათ რა, მაგრამ ну რაღაც რადგან არსებობს და რადგან
ასე ვთქვათ, ამას ენერგიულად აწყვება, ასე ვთქვათ, ხალხი, ნუ რაღაც მიზეზი უნდა ქონდეს. კი, გასაგებია, ნუ ასე ვთქვათ, შემოწმება საჭიროა, მაგრამ ჯამში მაინც იგივე ბირთვული მეცნიერების და ტექნოლოგიის განვითარების არ იყოს, თუ ვერ გააჩერებ ამას, ასე თუ ის რაღაც მოიტანს. აი, ბოლო დროს ეს CRISPR-ი თუ გსმენიათ, ეს ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ერთი რაღაცა ერთი ასო შეასწოროთ ამ 3 მილიარდ ასოიან ტექსტში, ხო? და ну აი მაგალითად რო ავიღოთ ეს ნაღლისებრი ანემია. სხვა ნაღლისებრი ანემია კაი მაგალითია თუ 2 წუთი თუ გვაქვს შემილი, აი ეს შეგუებაზე რო თქვა თქვენ, რომ ევოლუცია სინამდვილეში კი არა აუნჯობესებს რაღაცებად აგუებს. და აი თქვა შეიძლება იქ რა არის ნაღლისებრი ანემიას იწვევს ერთი ნუკლეოტიდის ცვლილება, რომელიც ცვლის ერთ-ერთ ამინომჟავას, ну ეს ასპარტატი გადადის გლიცინში, ხო და ამიტომ ერითროციტების ფორმა აღარ არის რგვალი, არის ესეთი შოთის პურით. ნაღლის ფორმა აქვს, იმიტომაც თქვენ ნაღლისებრი და იქ ის მას ჟანგბადი ვერ გადააქვს და ვინც ამ გენს ატარებს არიან მწვავე ჰიპოქსიის და ბევრი სხვა კიდე სიმპტომის მატარებლები. ხა რა არის საინტერესო? რომ ნახოთ რუკა, თქვა სად არის გავრცელებული ტელეფონში შეგვიძლია ყველა ნახოთ. სად არის გავრცელებული ნაღლისებრი ანემია და გვერდზე დავუდოთ რუკა სად არის გავრცელებული მალარია. თითქმის ედება ერთმანეთს. ეხლა რატომ? იმიტომ რომ მალარია იყენებს ერითროციტებს თავისი ასე ვთქვათ კვერცხების ჩასადებად და ნაღლისებრი ანემიებისაც აქვს ისინი მდგრადები არიან მალარიის მიმართ. ანუ მთელ მსოფლიო დედამიწაზე ყველგან ეს გენი გაქრა, იმიტომ რომ მის მატარებელი სუსტი იყო და ნაკლებს თავმოყრობას ტოვებდა და ვერ უწევდა კონკურენციას ჯანმრთელს და იქ სადაც მალარია პირიქით ჯანმრთელები უფრო სუსტები არიან ვიდრე ვისაც ნაღლისებრი ანემია აქვს. ანუ იქ დარჩა. ის ხალხი ერთი შეხედვით ნორმალურია, შეუულიათ გარკვეული საქმიანობის კეთება, რაღაცა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერები არ არიან და ჰიპოქსია თქვა მაღლა რომ სიმაღლეზე თუ ავიდნენ, წავე სიმპტომები აქვს თქვენ, მაგრამ აი ფაქტია რომ ეს გენი იმ პოპულაციაში ასე თქვა ტივტივებს, ამას ეძახიან პოპულაციური გენეტიკოსები, სხვაგან ყველგან გააქვს. ეს კაი ნიშანია იმისი, რომ ხა ჯანმრთელი ადამიანი ჯობია ნაღლისებრ ანემიას, მაგრამ იმ გარემოში არ ჯობია. იმიტომ რომ მალარია იმათ ესე თქვა აი შედარებითი, ანუ ფარდობითობის მომენტი არის აქ. საუკეთესო მაგალითი იყო. კი, კარგია ხო, იმიტომ რომ თვითონ ეს დაავადება საუკუნეების ისტორია აქვს და კარგად არის. ჩვენთანაც ხო ჩვენც ვართ იმ მალარიის ამ თანამედროვე რუკებს თითქმის გაქრა მთლიანად დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ერთ დროს იყო ხო კოღოები, მალარია, ქინა და შემდეგ ეს თელი ისტორია. აი ეს გენი დარჩენილია. კი, ეხლა შემდეგი კითხვა, ის კითხვა პირადად ჩემგან არ მომდინარეობს, ასე ვთქვათ, ჩემი დეიდაშვილი არის ბიოლოგი და იმან მომიწოდა, რომ თქვენთვის დამესვა ეს კითხვა, აი ეპიგენეტიკასთან დაკავშირებით კითხეო და აი ამასთან ძალიან აქტუალური საკითხია და კარგი იქნება თუ ეპიგენეტიკა, ხო, ეპიგენეტიკა, აი რაღაც ლამარკის თემაა. რაღაც გენეტიკის იქით ხო? ხო, ხა როგორ არის? ესე იგი, აი გენომი ხო? გენომი არის ინსტრუქციების ერთი ჩვენ გვაქვს 30000 გენი. ახლა ეს გენი როგორ არის ჩაწერილი ჩვენ ამ ხელა გენომში კიდე საერთო საკითხია, ძალიან საინტერესო თავისთავად. და აი, ну, ასე ვთქვათ, აი ფუნქციური ერთეული რო დავარქვათ, ხო? ჩვენი გენომის არის არა გენი, არამედ გენის მოქმედების ხასიათი, რეგულაციას, როდის ჩაერთოს, როდის გამოირთოს. ახლა გენებს ახასიათებთ და ყველა სხვა ვირუსებს და ბაქტერიისას რაღაც გენი ჩართავს, რაღაცას გამორთავს. მაგალითად ბაქტერიას თუ მიაწოდებ შაქარს, ის ჩართავს აი ვთქვათ ლაქტოზას. ის ჩართავს გენს, რომელიც ამ ლაქტოზის აგრეთვე წოდებული მეტაბოლიზმს იწვევს, სხვანაირად გამორთულია. და ეს ჩართვები ხორციელდება გარკვეული უბნებიდან, რომელიც ამ გენის წინზის ტექსტში, ასე ვთქვათ. და ეპიგენეტიკა არის აი არა ნუკლეოტიდური ცვლილება, რაც კლასიკური მუტაცია, არამედ ქიმიური მოდიფიკაცია არის აი გარკვეული უბნის და ის იწვევს ვთქვათ აი ამ გენის აქტიურობას, ან შეცვლას, ან პირიქით, ხა ვერ იტყვი რა მემართულებით წავა, შეიძლება გააძლიეროს და ეფექტზე მით უმეტეს, იმიტომ რომ ვთქვათ, რომელიღაც გენის ჩართვამ შეიძლება სხვა გენების მთელი კლასის გამორთვა გამოიწვიოს ამ პირიქით. მაგრამ ეპიგენეტიკა, მოკლედ რო ვთქვათ, არის არა კლასიკური გაგებით მუტაცია, არამედ აი ისეთი უბნების მეთილირება ქვია ამას, მოდიფიკაცია, რომელიც იწვევს ეს არსებობს ეს კეთებულება საბოლოოდ ეს მთლიანად დამთავრებული არ არის, მაგრამ ესეც გადაეცემა მემკვიდრეობით. და ამიტომ არის რომ ვთქვათ აი ამ ასეთი დარღვევა თუ კი არის შეიძლება არც იყოს დარღვევა, ამასაც აი ხა ლამარკის აჩრდილი ასე ვთქვათ რაღაცა წამოდგა თითქოს. ახლა და ხშირ შემთხვევაში ეს ონკოლოგიასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ გენების რეგულაციის დარღვევა იწვევს ძირითადად
ონკოლოგიურ დაავადებებს. უფრო სპეკულაციურად რო წავიდე, შეიძლება იმასაც გულისხმობდეს, ხო? რაღაც თითქოს ბრჭყალებში რომ ვთქვათ, გენების და გენეტიკური ინფორმაციის ტყვეობიდან გათავისუფლებას. ეხლა ტყვეობა ესე ცუდად ჟღერს. ანუ რომ ყველაფერი განსაზღვრულია გენების მიერ და ასე არ არის, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლა რაღაც შენ გარემო, ასე ვთქვათ. ხო, რა თქმა უნდა. კი, მაგრამ ხო, ეს ხო აი ხშირად ამბობენ ხოლმე, ყოველდღიურ საუბარში რო ავიღოთ, რომ აი მისი გენებია ასეთია. ნუ ხო, რაღაც ისე. ეს თითქოს დეტერმინისტულად გაიაზრება, რომ რაღაცას არაფერი ეშველება და ამ დროს ეპიგენეტიკა ეგ არის ხო, რომ იმის იქითაც არის. ხო, ეპიგენეტიკა ჩვეულებრივი გენეტიკაც შეიძლება თქვა. ეპიგენეტიკას სირთულე ის იყო, რომ თქვა აი ეს მეთოდი, რასაც ქვია სეკვენირება, თქვა, რომ წაიკითხავ ტექსტს და ნახავ რაშია საქმე. მაგრამ ჩემი ერთი ორი გენი დავასეკვენირე, მაინტერესებდა რა იყო და რაღაცა ვნახე. ხო და ეპიგენეტიკურ ცვლილებას ვერ ხედავდნენ ადრე, მაგრამ ეხლა ესე ტექნოლოგია არის, თქვა, რომ დაინახავ, მაგრამ კიდევ ერთხელ ის რადგან თვითონ ასო არ არის შეცვლილი გენეტიკური ტექსტი, უბრალოდ მოდიფიცირებული. აი დაახლოებით წარმოიდგინეთ, თქვა, აი ქართული ლ რო დაწერო სამი მუხლი და ერთი რომ მოძროეს ღ იქნება და ისიც რომ მოძრო ესე ლ იქნება ხო თქვა აი რაღაც დაგვარი ის არის და ამიტომაც არის გენეტიკური კოდი არ არის ცალსახა იქ თითოეულ აი ასე თქვა აი ამ მაკოდირებელი რამდენიმე კოდონია ხოლმე რომელსაც ერთი და იმიტომ რომ თქვა რაღაც რო შეიცვალოს გენეტიკურ ტექსტში არ არის აუცილებელი რომ ამან გამოიწვიოს თვისების შეცვლა ანუ ხო უფრო ხშირად იწვევს მაგრამ არა ყოველთვის აი ეს გაწონასწორებული რაღაცა ძალიან ის გავს აი ამ რაღაც ტალღებში რომ ნავი ასე თქვა კანაობს და რამდენს გაუძლებს. საინტერესოა. აი ხა ბოლოსკენ ასეთი კითხვა მინდა დავსვა თუ განვავითარო. არ ვიცი ალბათ ძალიან პოპულარული კითხვა. ან გულუბრყვილად შეიძლება ეწოდოს და ბევრი ადამიანი ამაზე ოცნებობს და აი უკვდავების საკითხი ადამიანის. ან თუ ეხლა მთლად უკვდავებას ვერ ვიტყვით სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება ხო შეიძლება ვთქვათ. აი ხანდახან ისე განიხილავენ ხოლმე რომ აი თითქოს სიკვდილით დაავადებაა და ეს დაავადებაც რაღაც მეცნიერების განვითარების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება იყოს გადალახული. აი ასეთი შრომა, აი ჰარარის შრომა, სახელად რომ ქვია ჰომო დეუსი, ხო? ადამიანი ღმერთი, იქ ჰომო დეუსად ქცევად, თუ ღმერთად ქცევად. შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის. უკვდავების შეთვისება. ნუ ეხა მითოლოგიაში, რელიგიაშიც და ფილოსოფიაშიც უკვდავება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ღვთაებრივი კომპონენტი და ატრიბუტი უпроსორა და თუ ეს ადამიანურ ატრიბუტად იქცევა, მაშინ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ ადამიანის განხრთობაზე. აი ხო, იმაშიც არის, ახალ აღთქმაშიც არის. ეგ შეიძლება ახლა მეცნიერებისთვისაც საინტერესო იყოს, თუნდაც ბიოლოგიისთვის, აი პავლე მოციქული როდესაც საუბრობს რაღაც ახალი ჟამისას თუ მეორე მოსვლის ჟამისას, სხეულის გარდაქმნაზე საუბრობს და იქ პირდაპირ ლაპარაკია ახალ სხეულზე, რომელიც ხრწნადი აღარ იქნება და იმ ახალ სხეულს ასე განსაზღვრავს პნევმატური სხეული. და მე მაინტერესებს ხა რეალურად რო შევხედოთ მეცნიერების გადმოსახედიდან აი ეს რამდენად ისეთია რა რეალური ასე ვთქვათ და პერსპექტიული ან ასე რომ დავარქვათ და არ ამგონია რომ ის მე ასე ვთქვათ ან მნიშვნელოვნად გახანგრძლივება შეიძლება და ნუ ნაპოვნია გენები და ბევრი ამ გენის რაღაც ასე ვთქვათ შედეგი და ან და თვითონ ჩვენი გენომის რაღაცა სტრუქტურული ნაწილები რომლებიც ამას განსაზღვრავენ და ასე ვთქვათ სხვა მოდელებს და თაგვებს მაგალითად გაუხანგრძლივებს ორჯერ თუ სამჯერ სიცოცხლე მაგრამ ხა თაგვი ცოტა ხანს ცოცხლობს ხო ანუ 2 წლიანის ხანგრძლივება 4 წლამდე ბევრად მარტივი ამოცანა ვიდრე თქვა ჩვენი 80-ის 70-80-ის გაორმაგება ხო და ეს კიდევ ასე ვთქვათ აი ევოლუციური ეს არის ასე ვთქვათ იმპლიკაცია რომ ევოლუცია აზრუნავს ინდივიდს ჭყალებში რა თქმა უნდა ეს არაფერზე აზრუნავს მაგრამ ანუ სახეობა ჩვენ ვსახურებით სახეობას და ამიტომ აი თქვათ ჩვენი რეპროდუქციული ის რო ავიღოთ ციკლი დავარქვათ რაღაცა ესე დარეგულირდა რომ დაახლოებით 25-27 წლის ასაკში ვახცევთ რეპროდუქციულ სიმწიფეს ხო რო დააგვირდეთ მე დაახლოებით ამდენივე წელი კიდე ადამიანი არის კარგ ფორმაში ფიზიკურად ხო თქვა რატო იმიტომ რომ იმან შენ მასშტაბობამ კიდე თავის სამომავლობა გაზრდოს და აი მეორე მესამედი უკვე სიბერე რომ მოდის იქ ასე თქვა დაღმართია ხო ბევრი თვალსაზრისით ამას აქ ნუ ახლა თქვა ქრომოსომების ბოლოში აქ ეგრეთ წოდებული
ტელომერები ქვია იმას და აი ყოველი გაყოფის დროს ეს ტელომერი მოკლდება და ბოლო ჯამში უკვე უჯრედს გაყოფის უნარი აღარ აქვს და იწყება შეცდომების დაშვება, ის ასე ვთქვათ, ვეღარ ფუნქციონირებს როგორც ახალი უჯრედების წყარო და შესაბამისად დაბერების პროცესი ამით იწყება და ახლა კი შეიძლება რაღაცები გამოცვალო, ვთქვათ, ჩადგა იქ, მაგრამ აი ტელომერებს როგორც კი შეეხნენ და ტელომერებს დააგდო, იმ წამსვე ეს ავთვისებიანი სიმსივნე განვითარდა, ისე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ავთვისებიანი სიმსივნე აი სწორედ უკვდავი უჯრედი ქვია იმ უჯრედს, რომელიც იწვევს ავთვისებიან დაავადებას, იმიტომ რომ ის მუდმივად იზრდება და არ ჭირდება არანაირი ეს თქვა სიგნალი გარედან. ნუ ბაქტერიები ითვლება რომ უკვდავები არიან, იმიტომ რომ მუდმივად იყოფიან, ასე თქვა, გაიყოფა და ნუ ახლა რომელი უკვე ვეღარ იტყვი რა. ნუ ხალხი ფიქრობს ხო უკვდავი თუ არის, ესე იგი ცოცხალიც არ არის. რაც ესეთი პარადოქსული იწდება ხო. რაც შეეხება ჩვენ ხო განხანგრძლივება შეგვიძლია რაღაცა სიბერის უფრო კომფორტულად, ასე თქვა, კომფორტულად გადაყვანა შესაძლებელი, მაგრამ უკვდავება მეგონი ესე რჩება ესეთ მოცნება, არაფერცუდი ამაში თქვა არ არის თავისთავად, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ეხლა მე პირადად ასე ვთქვათ, ჩემ შთაბეჭდილებაზე მინდა ვთქვა. აი თქვენ საუბრობდით, აი დარვინს შევეხეთ ევოლუციის თეორიას, მე რაღაცა ევოლუციის თეორიის მექანიზმებს ასე ვთქვათ და თქვენ ლაპარაკობდით აი იმ სპონტანურობაზე, შემთხვევითობაზე, როგორ წარიმართება ეს პროცესები და რავი, ჩემი აზრით ადამიანი რა მეცნიერებაშიც მოღვაწეობს, მისი სიტყვა და ხასიათიც აღიბეჭდება ხოლმე და აი თქვენი საუბარი ჩემთვის იმდენად იყო საინტერესო, აი მართლაც იმას ვავითარებ. აი ეს სპონტანურობა, ეს თავისუფლება მოდის თქვენი საუბრიდან და ჩემთვის პირადად ისეთი იყო რა, ძალიან გამამდიდრებელი, ასე ვთქვათ, სხვა დისკურსთან, სხვა ცოდნასთან და ასე ვთქვათ, სხვანაირ ტემპებთან შეხვედრა, ან სიხშირეებთან თუ ტალღებთან. და აი დასაწყისში გქონდა ასე დიალოგი ვახსენეთ, ხო? და აი თქვენი მხრიდანაც ნამდვილი დიალოგის ხასიათით რომ შევძინოთ ამას, აი თუ იქნება რაიმე კითხვა ან რაღაც იშვიათად რომ თქვათ, აი ფილოსოფოსი იქნება თუ ფსიქოლოგი თუ აი შეეძლოს აი იმის გაყოფა თქვათ, რომ ეხლა ჩვენი ფიქრი თქვათ აზროვნებაზე და რა არის ადამიანის რაღაცა სულის ახსენეთ რამჯერმე ერთია და თვითონ მეცნიერული კვლევა რასაც შეეხება, იქ უკვე უნდა იყოს ის რასაც დავარქვათ ხელშესახები, ხო, გაზომვადი, აწონვადი და თქვათ რაღაც გამოცდას ეგ იქნება. დანარჩენი ახლა უბრალოდ ძალიან საინტერესოა, აი თქვათ, აი ხედვა და აი ჩემთვის სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, ხომ საინტერესოა, აი რამდენად შეიძლება ესეთ დავარქვათ, ესეთ სპეციფიკურ დეტალებში თქვათ ჩასვლა, როცა ასეთ საკითხებზე საუბრობთ, ხო, თქვათ რატო არის ეს აი ეს შემთხვევითობა, ხო, რომელიც საფუძველია ერთ-ერთი რა, ეს ევოლუციის თავარი თვისება და სიცოცხლის მამაზე, აი რატო არის შემთხვევითი? ნუ ამას შეიძლება დაჭირდეს რაღაცებს დახატვა და ხაზვა, მაგრამ ნუ აი ხომ დანარჩენი სიცოცხლე ძალიან სადა და მარტივი რაღაცა აღმოჩნდა. შვენიერი, მრავალფეროვანი და თან ერთი. ერთიანი კი. საფუძველში. ბატონო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. იმედი მაქვს ჩვენი მსმენელისთვისაც ასეთივე საინტერესო გამოდგება და ამჯერისთვის ვემშვიდობებით ჩვენ მსმენელსა და მაყურებელს. ჩვენი სტუმარი იყო ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი და ვსაუბრობდით სიცოცხლეზე.